კითხვა არის, როგორი ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს ირაკლი ბებუას, რომელიც თითქმის 5 წელი იხდიდა სასჯელს, უკანონო ტყვეობაში იმყოფებოდა, ის რამდენიმე ხანში უნდა გადმოვიდეს ენგურის ხიდზე, ასეთი არის მოლოდინი, იქ მედია ელოდება ირაკლი ბებუას, რომ გადმოკვეთოს ეგრეთ წოდებული საზღვარი და ახლა მთავარი არის, რომ უსაფრთხოდ და დროულად გადმოვიდეს, ასეთი არის მესამე სექტორის შეფასება. ჩვენთვის ზუსტი საათი უცნობი არის, თუ როდის დაუბრუნდება ოჯახს უკანონო ტყვეობის შემდეგ ბებუა მას 9 წელი მიუსაჯა ეგრეთ წოდებულმა სასამართლომ, თუმცა ვინაიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმე ახსნებით დაწესებულებებში არის მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობა, ამის გამო სრულად სასჯელს პატიმრები ვერ იხდიან, სასჯელი შეიძლება ითქვას ნახევდება, ამიტომ სრულად მოიხადა ბებუამ სასჯელი და როგორც მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ იმისათვის, რომ დროზე ადრე დაეტოვებინა უკანონო ტყვეობა ბებუას, ამისათვის საქართველოს ხელისუფლებამ ვერანაირი ეფექტური გზა ვერ გამონახა, ვერ აწარმოა მოლაპარაკებები და შესაბამისად ბებუას მოუწია, რომ უკანონო ტყვეობაში სრულად ყოფილიყო. მესამე სექტორი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რადგანაც ვერ კეთდებოდა შესაბამისი კვლევები, სწორედ ინფრასტრუქტურული მდგომარეობის არარსებობის გამო, ამიტომ ახლა საინტერესო არის, როგორ გრძნობს თავს ბებუა, რაც მას შემდეგ გაირკვევა, რაც ის ოჯახს დაუბრუნდება. შალვანია, რომ მოხდეს მისი დროული და უსაფრთხო გადმოყვანა ენგურზე. მე იმედი მაქვს, რომ პრობლემებს დე-ფაქტო რეჟიმი არ შეუქმნის. ხაზეთში არ არსებობს პოტენციალური დაწესებულებები, ხშირად მსჯავრდებული პირები იხდიან დროებით მოთავსების იზოლატორებში, სადაც ძალიან მძიმე პირობებია. ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ვეხმარებოდით ირაკლი ბებუას ოჯახს და ვცდილობდით აფხაზეთში მისი მდგომარეობა გაგვერკვია, მათ შორის ჰქონდა კომუნიკაცია აფხაზეთის დე-ფაქტო სახალხო დამცველთან. თუმცა მაშინ, როდესაც ყოველგვარი ურთიერთობები, მოლაპარაკებების მექანიზმები არ არსებობს დე-ფაქტო ხელისუფლებასთან, ბუნებრივია, რომ ძალიან ჭირს უფლებებზე ორიენტირებული საკითხების გადაწყვეტა. აფხაზეთში მსახურებელებში იმდენად მძიმე ვითარება, იმდენად არადამიანური პირობებია, რომ იქ გატარებული ერთი დღე ქაური ადგილობრივი კანონმდებლობით ურის 2 დღეს. შესაბამისად, პრაქტიკულად მოიხადა სრულად ის სასჯელი, რომელიც მას უკანონოდ წაუყენეს. წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას ადეკვატური ნაბიჯები არ გადაუდგავს იმისთვის, რომ ის ყოფილიყო უკანონო დაკავებიდან განთავისუფლებული. ანუ კი იყო რამდენიმე განცხადება, მაგრამ პრაქტიკულად არანაირი ძალისხმევა იმისთვის, რომ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში კონკრეტულად ვის საკითხი დასმულიყო სხვადასხვა შეხვედრების დროს, ან ყოფილიყო რაღაც პირობები წაყენებული აფხაზური მხარისთვის. ირაკლი ბებუა, რომ ციხეს ტოვებს, ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო რეჟიმის ეგრეთ წოდებული შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კიუტი ადასტურებს და აცხადებს, რომ ბებუამ სრულად მოიხადა სასჯელი, მან 27 სექტემბერს 2022 წლის 27 სექტემბერს, როდესაც სოხუმის დაცემის დღეს გლოვობდა საქართველოს, ამ დღეს სწორედ იმართებოდა საზეიმო ღონისძიება დე-ფაქტო რეჟიმის მხრიდან, რა დროსაც გალში მან დაწვა რეჟიმის დროშა და სწორედ ამის გამო 3 სისხლის სამართლის მუხლით შეუფარდეს მას მსჯავრი და დღეს უნდა დატოვოს, როგორც ოფიციალური წყაროებიდან ვრცელდება, ციხე ბებუამ. მადლობა, გვანცა პირდაპირ ეთერში გვანცა ჩხიკვაძე საუბრობდა.